გამარჯობა, ეს ბიზნეს პარტნიორია თქვენ საქართველოს პირველ არხს უყურებთ. საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ის უკვე შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს, ასევე იმართება საქართველოს-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს ხდომაც. დაახლოებით 9 საათში დაგეგმილია ირაკლი კობახიძე და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდგომაც გაიმართება პრესკონფერენცია. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე კი მხარეებმა საქართველოს-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებულ ძირითად მიმართულებებსა და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-მდე გაზარდა. ეს დაახლოებით 1,5 პუნქტით აღემატება წინა საპროგნოზო მაჩვენებელს. ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების განახლებული ანგარიშის მიხედვით, წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6% იქნება. 2026 წელს კი 5%, 2025 წელზეა ბუნებრივია საუბარი. მსოფლიო ბანკის მოლოდინით სამხრეთ კავკასიაში ზრდა 3,9%-მდე შემცირდება. მაქტიკომა ქსელზე დაშვების მსურველი ოპერატორებისთვის შეთავაზება გააკეთა პატარა კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ ქსელი, რომელიც მაქტიკომს გააჩნია საკუთარი სერვისების შესაქმნელად და მისაწოდებლად გამოიყენონ. ამან ბაზარზე მომხმარებლებისთვის ალტერნატიული მომსახურება და კონკურენტული ფასები უნდა გააჩინოს, თუმცა ქსელზე დაშვების პირობები მცირე კომპანიებისთვის მისაღები არ არის. ფიქრობენ, რომ ბაზარზე შესასვლელად ძიმე ბარიერებია გადაზალახი. მოლაპარაკებები გრძელდება, რადგან საბოლოო შედეგი დადგეს და პროცესის საერთო სარგებლობა ხელშეკრულებები დასრულდა. ცნობისთვის მაქტიკომი მობილური და ფიქსირებული ქსელის ბაზრების მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად არის განსაზღვრული, რის შედეგადაც კომუნიკაციების კომისიის მიერ დაინტერესებული კომპანიებისთვის ქსელზე დაშვების პირობების გამოქვეყნების ვალდებულება აქვს მას დაკისრებული. არის რაღაცა ბარიერები, რაც ლოგიკურია რომ იქნება, იმიტომ რომ არ შეიძლება ქსელი ყველასთვის გაიხსნას და ეს ბარიერები რომ ყოფილიყო, თუმცა რამდენად საჭირო იყო ეს ბარიერები, ან მათი სიმკაცრე შეიძლება იყოს კითხვები, ან რაღაც დაუსწრებები ალბათ საჭირო იქნება აუცილებლად ჩვენი მხრიდან რომ გაკეთდეს მაქტიკომთან, რომელთანაც არ დაგიმალავთ და დაახლოებით 2 თვე მოლაპარაკებებს ვატარებთ სხვადასხვა მიმართულებით დაშვებასთან დაკავშირებით. ჩვენ მაინც იმენს ვიტოვებთ, რომ ეს კითხვები არ დარჩება პასუხგაუცემელი და ლოგიკას დავინახავთ, თუნდაც ატომა მაგალითად 10,000 ლარიანი შეზღუდვა დეპოზიტზე შეიძლება კომპანიას სულ არ ქონდეს ეტაჭი დაუშვათ, თვეში 10,000 ახალი შემოსული კომპანია იყოს, ხო, სტარტაპი იყოს და რაღაცა გავს. ამიტომ ეს დეტალებია, რომლებიც უნდა ალბათ გაირკვეს. ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა. პანელურ დისკუსიაში ცენტრალური ბანკები გლობალური შოკების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ზომებზე ინფლაციის მართვისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ვენაში ვიზიტის ფარგლებში თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ ინვესტორებს შეხვდა. ვენაში რაიფაიზენ ბანკის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას 25-ზე მეტი საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელი ესწრებოდა. თურნავამ ინვესტორებს ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ინვესტორებთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის გამტკიცებისა და დოლარიზაციის შემცირების პოლიტიკაზე, რაც ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის და საფინანსო სექტორის განვითარებისთვის ვის შეფასებით მნიშვნელოვანი ფაქტორია. მისივე განცხადებით საქართველოს ინვესტორებისთვის მიმზიდველ ადგილად რჩება. კონფერენცია ეძღვნება ძირითადად იმ გამოცდილებას, თუ რაგზაც გამოვიარეთ ჩვენ ცენტრალურმა ბანკებმა და ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრალურმა ბანკებმა სხვადასხვა გეოპოლიტიკური დაძაბულობის თუ კოვიდის დაძლევის დროს იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა ფასების სტაბილურობა და ფინანსური სტაბილურობა ჩვენს ქვეყნებში. საინტერესო იყო ასევე ევროკავშირის წევრი ცენტრალური ბანკების გამოცდილების მოსმენა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ღია ტიპის ეკონომიკა და რა თქმა უნდა ჩვენ ზემოქმედებს გლობალური გარემო, მათ შორის ევროკავშირში არსებული მაკროეკონომიკური გარემო, მით უფრო რომ ჩვენ დასახული გვაქვს მიზანი ევროკავშირთან კონსოლიდაცია საბოლოო ჯამში და ამიტომ ჩვენი პრაქტიკები, ჩვენი რეგულაცია უფრო მეტად უახლოვდება ერთმანეთს.
ვითარება უძრავი ქონების ბაზარზე. დეკემბერში ტრანზაქციები მნიშვნელოვნად შემცირდა. სექტორში ამბობენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე გართულებულია საინვესტიციო პროექტებზე გადაწყვეტილების მიღება. უძრავი ქონების ბაზარზე დაწყებული კრიზისული ნიშნები კი შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში სამშენებლო სექტორის სხვა მომიჯნავე სფეროებზეც გავრცელდეს. უფრო კონკრეტულად რა ვითარება უძრავი ქონების ბაზარზე, არსის გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძია ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. თავდაპირველად დავიწყოთ 2024 წლის ერთგვარი მიმოხილვით. დეკემბრის თვე ტრადიციულად აქტიურია ხოლმე გაყიდვების კუთხით უძრავი ქონების ბაზრისთვის, თუმცა მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით დეკემბერი საკმაოდ რთული გამოდგა თქვენი სექტორისთვისაც. თუმცა მთლიანობაში 2024 წელი როგორი წელი იყო? თუნდაც თქვენი კომპანიის მაგალითზე და მე როგორ ვისაუბროთ იმ პერსპექტივებზე და იმ რისკებზე თუ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ეს სექტორი დღეს დგას. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მნიშვნელოვანი და საინტერესო წელი იყო და მე არაერთხელ გავაკეთე პროგნოზი წლის დასაწყისში და მნიშვნელოვანია რა ხდებოდა ხო მანამდე 2019 წლის შემდეგ არ ყოფილა წელი რომ რაღაცა სხვადასხვა შემოფერხებელი გარემოება არ ყოფილა. ჩვენ გვახსოვთ 2020 და 21 წელი როცა პანდემია იყო და უძრავი ქონების ბაზარი რა თქმა უნდა ამ დროს შემცირდა. შემდეგ გვახსოვს ხო ომის პარალელურად საკმაოდ ანუ სარეკორდოდ მოხდა უძრავი ქონების რეალიზაცია საქართველოში. ეს იყო 22-23 წელი და ფასებით სარეკორდოდ გაიზარდა. მათ შორის თვითღირებულებაც რაც ბუნებრივი იყო და მაგან გამოიწვია უძრავი ქონების ფასიც და მაგრამ მოთხოვნა იყო საკმაოდ მაღალი. თუმცა მე და მაშინ ამას უკავშირებდნენ მიგრანტების ეფექტის კი, მიგრანტების სხვადასხვა ბევრი ფაქტორი იყო, მათ შორის მიგრანტებიც, საინვესტიციო ძალიან მომხიბვლელი გახდა უძრავი ქონების ყიდვა და მე წლის დასაწყისში თქვენთანაც სხვაგანაც გავაკეთე პროგნოზი, რომ ეს წელი იქნება დასტაბილურების. ანუ 2019 წლის მერე 2019 წლის მერე პირველი წელი გვექნება, როცა დასტაბილურდება ფასის ნაწილიც, თვითღირებულების და მოთხოვნის ნაწილიც. კი, შემცირდება ტრანზაქციები, თუმცა უფრო ბუნებრივი იქნება, ვიდრე გაზრდილი, იმიტომ რომ ესეთი გაზრდილი ბაზარი არც კომპანიებისთვის არაა მომხიბვლელი, როცა არაბუნებრივად სხვადასხვა ფაქტორის გამო იზრდება და ასე მნიშვნელოვანია რითი დავიწყეთ წელი, ხო? იმიტომ რომ განსაკუთრებით ბიზნესში და განსაკუთრებით უძრავ ქონებაში მოლოდინები ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? რა გველოდება წინ და ჩვენ ალბათ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დადგა დეკემბერში 2023 წლის, როცა კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და მახსოვს წლის დასაწყისში უამრავი ბიზნეს შეხვედრები იყო, კონფერენციები, სადაც მიდიოდა განხილვა, რას გვაძლევს ხო კანდიდატის სტატუსი, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე თუ როგორ მოხდა ეკონომიკის ზრდა, იმიტომ რომ თქვენ მოყავდათ ბულგარეთის მაგალითები. ხო, ბულგარეთის მაგალითი, იმიტომ რომ ეს იყო განხილული ერთ-ერთი თბილისის კაპიტალის შეხვედრაზე. და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ უფრო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ასე თქვა წევრობამდე, ანუ ინვესტიციებისთვის და ბიზნესისთვის ბევრად მომხიბვლელი პერიოდია ეს, ვიდრე შემდგომ, იმიტომ რომ ყველა ცდილობს, რომ ესეთ ქვეყანაში ინვესტირება მოახდინოს, იმიტომ რომ გაცხადებულად არის პერსპექტივა, რომ გახდება კანდიდატის წევრი ქვეყანა და შესაბამისად ეს განწყობები და მოლოდინები ძალიან კარგი გქონდა და რომ შევაჯამოთ სტატისტიკურადაც ეს წელი საკმაოდ კარგი იყო, უბრალოდ სამწუხაროდ უარყოფითი მოლოდინებით დავასრულეთ. ისევ მოლოდინებზეა ხო ეხლა საუბარი დეკემბერში რაც მივიღეთ ეს იყო ზუსტად მოლოდინების ასახვა ჯერ ასე ვთქვათ ტრანზაქციებში და ნუ ეხლა სამომავლოდ ეს შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს ხო იმიტომ რომ როცა ვხედავთ რაღაცა რყევებს ეს თავისთავად სწრაფად არ გადაიზრდება ხო კრიზისში და გარკვეული დრო ჭირდება თუნდაც სტატისტიკა რო ვნახოთ ეხლა დღეს იანვარში ვთქვათ მე ვიცი კომპანიაში ჩვენთან რა ხდება თუმცა თქვენ სხვებმა რო დაინახონ ამათ გარკვეული დრო უნდა თვა უნდა დასრულდეს საქსტატმა სხვადასხვა კვლევითმა ორგანიზაციებმა დაიანგარიშონ და ვთქვათ გამოაქვეყნონ რა მონაცემები გვაქვს და ინვესტიციების კუთხითაც აი მოლოდინებია ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა ბატონო უყურეთ მე ხავ ვესაუბრებ არსის გენერალურ დირექტორს არსი მე რაც ბიზნეს ჟურნალისტიკაში ვარ ჩემს მეხსიერებაში და შესაბამისად მომხმარებლებს არსი არსებობს იმიტომ რომ ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე და
ძალიან ბევრი კრიზისი გაქვს ამ კომპანიას გავლილი პრაქტიკულად წელია შესაბამისად. იმდენად დიდი კრიზისი გაქვს გავლილი, რომ არ ვიცი, ბოლო თუ რამე ამ ქვეყანაში მოხდა, ამ პერიოდში ბუნებრივია რომ უძრავი ქონების სექტორს და მათ შორის კომპანია არც ესეხებოდა. შესაბამისად, როდესაც საუბრობთ გარკვეულწილად კრიზისზე, თქვენ აბსოლუტურად სწორად ბრძანებთ, რომ ახლა ამ წუთას შეიძლება ეს არ იქნებოდეს, მაგრამ პერსპექტივა შეიძლება ეს იყოს რთული. აი ამ ამდენი კრიზისის ფონზე კომპანიებმა დავუშვათ გამოიმუშავეს თუ არა ის გარკვეულწილად რაღაც თვითგადარჩენის თუ თვით რაღაც რეგულირების ნაწილი, როდესაც მათ უკვე შეუძლიათ რომ აი ამ კრიზისულ სიტუაციებზე ერთგვარად მოერგონ და იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არ ვიცი სხვა მიზეზებით რეალურად პოლიტიკური პროცესი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ხოლმე ყველა პატარა აქცია ლარის კურსი პოვებს ასახვას. ამ სიტუაციაში ბიზნესს ხო რაღაც აბსოლუტურად სხვა სტრატეგია უნდა ქონდეს წესი და კანონით ხო თუ 30 წლის სხვა რეალობა იყო დღეს სხვა რეალობა გვაქვს. შეძელით კი ბიზნესმა აი ამ რეალობასთან მორგება რომ მოლოდინებზე კი აღარ ვიყოთ დამოკიდებული. ეხლა ამ შემთხვევაში ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნაწილსაც შევეხები. ბიზნესმა რამდენად მოახერხეთ რომ რეალურად შეძლოთ მათ შორის ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა უძრავი ქონების ბაზრის როგორიც ერთ-ერთი თქვენ ხართ რომ რეალურად გქონდეთ მარტო მოლოდინებზე არ იყოთ დამოკიდებული რა. თქვენი კოლეგები მათ შორის ევროპაში მხოლოდ მოლოდინებით ხო არ საქმიანობენ? ეხლა გაგცემთ პასუხს მოლოდინებს რა მოაქვს და თუნდაც დღეს უძრავი ქონების სექტორი როგორ არის მზად ამ ყველაფრისთვის ძალიან სწორად აღნიშნეთ რომ ბევრი პერიოდი გამოვიარეთ რთული თუმცა უნდა შეგახსენოთ რომ 2008 წელს კრიზისმა თითქმის ეს სექტორი საერთოდ ჩამოშალა და დღეს მე აი სულ ვიძახი რომ სამი კომპანია მახსენდება ვინც მაშინ ოპერირებდა და დღესაც არის ანუ იმხელა გავლენა მოახდინა მაშინდელმა კრიზისმა რომ თითქმის კომპანიები ვერ გადარჩნენ და დაუსრულებელი მშენებლობა დღეს კიდე რამოდენიმე ობიექტია რომელიც არ დასრულებულა და თბილისის მერიას სახელმწიფოს იმაზეა ხო გადასული და ძალიან აქტიურად მერიის ჩართულობით ბევრი პროექტი დასრულდა თუმცა ეს უკვე სახელმწიფოს დააწვა იმიტომ რომ უკვე სოციალური პრობლემა იყო ну კოვიდის გამოცდილება, ну ეს ყველაფერი გამოცდილებაა და დღეს მერწმუნეთ ეს სექტორი ბევრად უფრო მდგრადია ვიდრე ოდესმე ყოფილა, ხო? იმიტომ რომ ბიზნესმა ვიცით, ხო? ყველაფერს რისკით უყურებთ და ჩვენ ახლა ევროპელი პარტნიორები გვყავს და ძალიან უკვირთ ხოლმე სცენარები რო გვაქვს რაღაცა ძალიან ძიმე სცენარები რო გვაქვს კიდევაც უკვირთ ხოლმე. მოლოდინი რა შვება? მოლოდინი გადაწყვეტილების მიღებას აფერხებს, რა თქვენ დასაწყისში ახსენეთ ინვესტიციების ის, აი ჩვენ გვაქვს რაღაცა ახალი ობიექტის დაწყების, ასე ვთქვათ, პერსპექტივა, კონკრეტული მიწა გვაქვს დაბევებული და უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ვიყიდოთ თუ არ ვიყიდოთ და აი ამ ნაწილში ძალიან გაფერხებს, არა მიმდინარე პროექტებში, სადაც გათვლილი გააქვს ეს ყველაფერი, რომ აი ერთ დღეს ჩვენ ქვეყანაში რამოდენიმე წელიწადში ერთხელ რაღაცა კრიზისული პერიოდია, ამ ნაწილში რა თქმა უნდა მყარად ვართ, მაგრამ აი ინვესტიციების ნაწილში ძალიან რთულია და სულ მომყავს პანდემიის დროს, როცა სექტორმა ძალიან სწრაფად მოახდინეთ კომუნიკაცია მაშინდელ ადმინისტრაციასთან და მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომელიც ასე ვთქვათ, დღევანდელი ხელისუფლება ძალიან სწრაფად მიიღეს ანტიკრიზისული გეგმა მათ შორის სექტორის. თუმცა ამას მაშინ ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ყავდა, რომ რატომ უნდა ვაფინანსოთ უძრავი ქონების ბაზარი. ეს ხო ყოველთვის ახლა მithumetas როცა სუბსიდირებას ეხება, თუმცა დათვლილი იყო, ჩვენც ვიყავით ამაში მონაწილე და გაცილებით მეტი მიიღო სახელმწიფომ და ბიუჯეტმა, ვიდრე სუბსიდირებაში დახარჯა. გაცილებით მეტი და ამის ალტერნატივა იყო ბევრად უარესი სცენარი. შესაბამისად, მაშინ მე ერთ-ერთ ტელევიზიაში თუ სწორად მახსოვს, იმედში ბიზნეს ომბუდსმენთან ერთად ვიყავი და განვაცხადე, რომ აი დღეს მას მერე რაც ანტიკრიზისული გეგმა დამტკიცა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალი პროექტი დავიწყოთ. იმიტომ რომ მოლოდინი გაგვიჩნდა, მოლოდინი მარტო მომხმარებლის მხარეს ხო არ არის, კომპანიის მხარესაც. მოლოდინი გაჩნდა, რომ აქ მოთხოვნის ნაწილს, ასე ვთქვათ, პრობლემა არ შეექმნება და ჩვენ მზად ვართ რომ ახალი პროექტი დავიწყოთ. ახლა ჩვენი პროექტები მასშტაბურია და ნიშნავს ერთი პროექტის დაწყება და დასაქმებულის რაოდენობის გაზრდას, ეკონომიკის პრობლემა, ახლა ვიცით ხო, მშენებლობა და დეველოპმენტს რა კი ბატონო კონტრიბუცია შეაქვს ხო მთლიან ეკონომიკაში და შესაბამისად აი მოლოდინის ნაწილში ეს გვიქმნის პრობლემას და გვიქმნის ის რომ ყავს ევროპელი პარტნიორი რომელთანაც 10 წელია თანამშრომლობთ
და მას საკმაოდ დიდი ინვესტიცია აქვს საქართველოში განხორციელებული, რაც უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთან პარტნიორობის შედეგად 90% ამ 10 წლის განმავლობაში რეინვესტირებული აქვს. ანუ ქვეყნიდან არ არის გასული და მერწმუნეთ ახლა ეს ადამიანები არც ყოველდღიურ რაღაც საპროტესტო აქციას უყურებენ, არც არაფერს, მაგრამ უყურებენ საერთაშორისო დონეზე საქართველოს რეპუტაცია რა არის, ხო, ხედავთ, რომ არ არის არჩევნები აღიარებული, მათ შორის მათი ქვეყნის მიერ. არის ესტონური ინვესტიციაზე საუბარი. ესტონური ინვესტიციაზე საუბარი არის, რომ აღარჩინოსნები, მთავრობის წევრები სანქცირებული არიან. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს და კითხვებს იმას, ასე ვთქვათ, კითხვები ჩდება, რომ ღირს თუ არა ამ ქვეყანაში ინვესტიციების დატოვება. აი ამ ნაწილშია პრობლემა ხოლმე მოლოდინების, რაც უნდა ლოკალურად აი საერთაშორისო რეპუტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ ძალიან გაგვიჭირდება რომ რაღაცა დავარწმუნოთ რომ აი ახლა ყველაფერი რიგზეა. არა, აბსოლუტურად არა, ყველაფერი რიგზეა, ამაში ბუნებრივია ვერ დაარწმუნებ, თუმცა სწორედ იმ ისტორიის გათვალისწინებით, რომელიც მათ შორის თქვენ გაიარეთ, ამათი წლის განმავლობაშიც ყველაფერი რიგზე არის თუ არა, თქვენ თვითონაც ახსენეთ, ბიზნეს გარემო დღეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ბუნებრივია რომ ახდენს გავლენას ისეთია რომ დაუშვათ ინვესტორი ავტომატურად რისკის ქვეშ ხდება, იმიტომ რომ ინვესტიცია იდება არაბულ სამყაროში ძალიან მსხვილი ჩინეთზე აღარა მაქვს საერთოდ ლაპარაკი, ანუ პრობლემას მხოლოდ პირობითად ის ქმნის, რომ ვიღაცა კონკრეტული ამ შემთხვევაში, თქვენ შემთხვევაში სპეციფიურია მაინც, იმიტომ რომ ესტონელი ინვესტორი ყავთ და ესტონეთს სპეციფიური დამოკიდებულება აქვს საქართველოს ხელისუფლების მისამართი, ხო? რეალურად მხოლოდ ეს არის პრობლემა, დაუშვათ ევროპელი ინვესტორებისთვის საქართველოსთან მიმართებაში თუ ზოგადად ბიზნეს გარემოა უკვე გაუარესებული. ხო, ანუ ბიზნესისთვის, ეკონომიკისთვის სტაბილურობა ხო მნიშვნელოვანი, ხო? შესაბამისად, დღეს საქართველოში სტაბილურობის შეგრძნება არ არსებობს. მესმის რომ რაც ახსენეთ, რომ რამდენად მზად ვარ და შეიძლება დღეს ბევრად მზად ვართ ვიდრე 2008-ში, ვიდრე კოვიდის პერიოდში, მაგრამ შინაარს ხო გააჩნია ახლა როცა პროტესტი ეხება არ ვიცი რა სოციალურ თემას, სხვა რამეს, ამან შეიძლება დიდად გავლენა ეკონომიკაზე არ იმას აკნას, მაგრამ როცა მაგიტომ ახსენე საერთაშორისო რეპუტაცია, ამან ახლა უძრავ ქონებაში და კონკრეტულად ჩვენ კომპანიაზე ხო არა, ბევრი უცხოელი პარტნიორი ყავს დღეს სხვადასხვა ბიზნეს კომპანიას დღეს საქართველოში და ეს ხო ერთობლიობაში უნდა შევხედოთ ამას, რომ ეს რეპუტაცია გავლენას ახდენს ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, პირველ რიგში გადაწყვეტილებაზე, განვითარებაზე, ახალი ინვესტიციების დაწყებაზე. მერე რაღაცა პერიოდში, რა თქმა უნდა, მიმდინარე პროექტებზე შეიძლება გავლენა მოახდინოს, გააჩნია როგორ განვითარდება. თუ 2008 წელს ერთ თვეში სექტორი ჩამოიშალა, დღეს შეიძლება უფრო მეტ ხანს გაძლოს და გააჩნია კიდე განვითარების პერსპექტივა საიტწავა, იმიტომ რომ ამიტომ ვიძახით რომ დეესკალაცია არის მნიშვნელოვანი დეესკალაცია, რომ რაღაცნაირად პროცესები გადავიდეს ცოტა კი ბატონო. დეესკალაციის ერთ-ერთ ნაბიჯად თქვენს მიიჩნევთ რომ არის ანუ ახალი არჩევნებია ჩასტარებელი, თქვენ ხართ ის კომპანია, რომელიც შეუერთით free business პლატფორმას სხვა თქვენს კოლეგებთან ერთად და თუმცა იმავდროულად თქვენ გქონდათ პრემიერ-მინისტრს შეხვედრა, როდესაც პრაქტიკულად საქართველოში მსხვილი ბიზნესის უდიდესი ნაწილი იყავი წარმოდგენილი აი ამ შეხვედრაზე. აი ამ პროცესების გათვალისწინებით, რომელშიც დღეს ახლა ვიმყოფებით, რამდენად არის გამოსავალი კვლავაც დაუშვათ თუნდაც დეესკალაციის კუთხით თქვენი შეფასებით არჩევნები, რადგან ჩვენ ყველა არჩევნების მერე და ამას არ ჭირდება პოლიტიკის ცოდნა, რეალურად ხედავთ, რომ ყველა არჩევნების შემდგომ არის უკვე ვიღაც ავტომატურად, ვინც არის უკმაყოფილო, გამოდის ქუჩაში და მე არ მახსენდება ჩემი ძალიან გრძელი ხანგრძლივი ჟურნალისტური საქმიანობის განმავლობაში, რომ რომელიმე არჩევნების შემდგომ ქუჩაში არ დამდგარიყვნენ ცალკეული პოლიტიკური სუბიექტები თუ ადამიანები და არ გამოიხატათ პროტესტი. მათ შორის ესეთი საკმაოდ წარმომადგენლობით და სოლიდური პროტესტი. ანუ ამ შემთხვევაში რამდენად რეალურად შეიძლება ეს იყოს გამოსავალი, როცა დაუშვათ სტაბილურ განვითარებაზეა საუბარი. ხო, იცი რა, როცა ამ წელს ასე ვთქვათ პროგნოზს ვაკეთებდით, ვახსენებდით, რომ საარჩევნო წელია და როგორც წესი არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების შემდგომი პერიოდი ეკონომიკა მცირდება ხოლმე და აქტიურობა განსაკუთრებით უძრავ ქონებაში, როცა დიდ დანახარჯებთანაა საუბარი, მცირდება. თუმცა წელს ესე არ ყოფილა რა, ანუ სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი ძალიან აქტიური თვე იყო და განსხვავდებოდა სხვა ნებისმიერი წლისგან. ამიტომ ის რომ აპრიორი აუცილებლად არჩევნებს მოყვება რაღაცა ეკონომიკური შემცირება, ეს თითქოს
წელს არ იგრძნობოდა. შესაბამისად, ახლა ბიზნესის გარკვეულმა და საკმაოდ დიდმა ნაწილმა ეს პეტიცია თუ განცხადება გაავრცელა და ეს პერსპექტივა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა არც ძალაუფლება გვაქვს, არც ბერკეტები და არც საბოლოოდ არც პასუხისმგებლობა, ხო, ამ ნაწილზე ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია, ხო? ჩვენ ვიხემძღვანელთ რაღაცა დემოკრატიული განვითარებულ ქვეყნებში როგორ ხდება ვთქვათ კრიზისული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა, ხო? სანამ ეს ეკონომიკურ, სოციალურ პრობლემაში გადაიზრდება და ზუსტად ამაზე იყო. თუმცა ამოსავალი წერტილი მანდ დეესკალაცია, ანუ სიტყვა დეესკალაცია, ხო? შესაბამისად, დეესკალაცია როგორ უნდა მიაღწიოს ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ, ყველაზე მეტად მას იცის და მას აქვს ამის ბერკეტიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა. შესაბამისად, დაველოდოთ გადადგმული ნაბიჯი რა იქნება, ხო, მათი მხრიდან, როგორ შეიძლება დეესკალაცია მოხდეს, იმიტომ რომ მე როგორც მოქალაქე, როგორც ბიზნესი, მაინც უყურებ ხელისუფლებას, რომელიც პასუხისმგებელია, ხო, ყველა პროცესზე, რაც ქვეყანაში ხდება და ჩვენ, ნებისმიერ სიტუაციაში გქონია ესეთი დისკუსიაც, კრიტიკული სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, სხვადასხვა რეგულაციაზე, არასოდეს ხო ეს ხო ჩვეულებრივი ჯანსაღი ამბავია, მერიასთან მქონია ხშირად სხვადასხვა რეგულაციაზე, განსხვავებული პოზიციაც გვიმსჯელია, გადაგვიწყვეტია. ეხლა მესმის რომ ცოტა სენსიტიურად აღიქვავენ ნებისმიერ ცოტა განსხვავებულ ან კრიტიკულ მოსაზრებას დღევანდელ დღეს და ვთქვათ ეს რო ყოფილიყო გუშინ რაღაცა სხვა თემაზე, ესე არ აღიქმებოდა და არ უნდა აღიქვა როგორც მათ წინააღმდეგ რაღაცა გადადგმული ნაბიჯი, არამედ ეს არის ბიზნესი, რომელიც წინასწარ ამ რყევებს ხვდება და ყველაზე კრიტიკულად და ყველაზე რისკიანად უყურებს, ხო? სამომავლო პერსპექტივას რა შეიძლება მოყვეს ახლა როცა კრიზისი დაიწყება, გაღრმავდება და ძიმე პრობლემებში შევალთ, მაგიტომ ვახსენე 2008 წელი, საიდანაც დღემდე არ არის რაღაცეები დასრულებული, ხო? თუ ძალიან ღრმად შევედით, მე ეს სახელმწიფოსაც ძალიან ძვირი უჯდება და იგივე სხვა სექტორებს, რომელიც ჩვენზე კომუნიკაცია არის ყველაზე კარგი საშუალება და რისი წესით პრობლემაც აქამდე ყოველ შემთხვევაში არ ყოფილა და თუ რაღაც ასეთი ტიპის კითხვები არსებობს, მინიმუმ შესაბამის სტრუქტურებს ალბათ რაც შეიძლება მეტი უნდა ესაუბროთ და ისინიც თქვენ გესაუბრონ, რომ აი ამ პრობლემებზე, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, გულისკივილით რეალურად ამ პრობლემებიდან გარკვეულწილად იპოვოთ გამოსავალი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ და ბუნებრივია კვლავაც გიმასპინძლებთ სიამოვნებით ამ ეთერში არსის გენერალური დირექტორი ბესორთოიძე იყო ბიზნეს პარტნიორი სტუმარი. ახალი რეგულაცია საავტომობილო ბიზნესში საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული სატვირთო სამგზავრო სამედიცინო დანიშნულების ტრანსპორტის რეგისტრაცია აიკრძალა. ავტოიმპორტიორები ვარაუდობენ, რომ რეგულაციის გავლენით უკვე რეგისტრირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა და შესაბამისად ფასიც გაიზრდება. როგორი ეფექტი ექნება ახლახანს ამოქმედებულ რეგულაციას და რა მიმდინარე ტენდენციებია ქართულ საავტომობილო ბიზნესში? მარი მელიქიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მაია, მევესალმებით ჩვენს მაყურებელს. საქართველოში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილები სავარაუდოდ გაძვირდება შესაბამის პროგნოზს ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში აკეთებენ. მათივე განმარტებით მიზეზი ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც 2025 წლის იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული სატვირთო სამგზავრო და სამედიცინო დანიშნულების ტრანსპორტის რეგისტრაცია აიკრძალა. შეზღუდვა შეეხო ყველა იმ ტრანსპორტს, რომელიც M3, N1, N2 და N3 კატეგორიას მიეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ რეგულაცია Euro 5 სტანდარტზე გადასვლას უკავშირდება, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვის აირებში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს. უნდა ითქვას, რომ გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე მყოფ სატვირთო ავტომობილებს, ავტობუსებსა და სამედიცინო დანიშნულების ავტომობილებს, ასევე ამ კატეგორიის იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ქვეყანაში რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოდის. როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში განმარტავენ, ავტოპარკი, რომელზეც ეს რეგულაცია ვრცელდება, საკმაოდ მოძველებულია, შესაბამისად მისი განახლება ფინანსური ხარჯების ზრდას გამოიწვევს. გარდა ამისა, ავტოდილერები ვარაუდობენ, რომ რეგულაციის გავლენით მოთხოვნა და შესაბამისად ფასები გაიზრდება უკვე რეგისტრირებულ მანქანებზეც. მათ შორის ცხადია მოიაზრება როგორც სადისტრიბუციო მანქანები, ისე სპეცტექნიკა, რომელიც მშენებლობებზე გამოიყენება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ახალი რეგულაცია არ გავრცელდება იმ ავტომობილებზე, რომლებიც უკვე გზაშია. ავტოიმპორტიორთა ასოციაციის მიმართვის შემდეგ მთავრობამ საშეღავათო პერიოდი დაუწესა იმ იმპორტიორებს, რომელთა ავტომობილებიც ქვეყანაში ჯერ არ შემოსულა, უფრო კონკრეტულად ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ტრანსპორტირებაც 2025 წლის 1 იანვრამდე დაიწყო, საქართველოში ჩვეულებრივ დარეგისტრირდებიან.
სატვირთო ავტომობილებს და სპეცტექნიკას ეხება ეს შეზღუდვები და თუ დავაკვირდებით დისტრიბუციის მანქანები არ არის უახლოესი დიდწილად არ არის უახლოესი ავტომობილები დისტრიბუციულ კომპანიებს აქვთ უფრო 2013 წლის ქვემოთ ავტომობილებს ასე ვთქვათ მარობდნენ ექსპლუატაციაში ყავთ და როდესაც მათ გაუძვირდებათ ეს ასე ვთქვათ ახალი ავტომობილის შეძენა ბუნებრივია ეს ყველაფრის ფაზზე აისახება ამ მიტანის სერვისი აისახება და მიტანის ფაზზე აისახება. ამიტომ უნდა ითქვას, რომ ავტომობილები გაძვირდება, რა თქმა უნდა, მოთხოვნა 2013 წლის ზემოთ ავტომობილებზე გაჩნდება. 2013 წლის ქვემოთ ავტომობილები რო ვერ შემოვა და ის კატეგორია, რომელიც ვერ იყიდის ახალ ავტომობილს, აქ რეგისტრირებული, უკვე ამორტიზირებული, კაცრავად ავტომობილსაც ზეც ფასი გაიზრდება, ამიტომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა გვესმოდეს, რომ გარკვეულწილად ხარჯია და ამ დანახარჯის გადახდა უწევს ვის? ამ შემთხვევაში სახელმწიფოს არაფერი არ უწევს და უწევს მხოლოდ მომხმარებელს და მყიდველს. რაც შეეხება ზოგადად ქართულ ავტობიზნესში მიმდინარე ტენდენციებსა და გაყიდვების დინამიკას, ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე კვლავ რჩება საავტომობილო პროფიციტი და დილერებს მანქანების რეალიზაცია ამ დრომდე უჭირთ. ასოციაციის ხელმძღვანელი გასულ 2024 წელსაც აჯამებს და მას ქართული საავტომობილო ბიზნესისთვის საკმაოდ რთულ პერიოდად აფასებს, როგორც ალექსი ნონიაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, გასულ წელს ქვეყანაში ავტომობილების იმპორტი შემცირდა, რისი მიზეზით სწორედ ქართულ ბაზარზე ჭარბად დაგროვილი მანქანები გახდა. შედეგად დილერების დიდმა ნაწილმა წელი მცირე მოგებით, ნაწილმა კი აბსოლუტურად ნულოვანი მოგებით, ანუ ზარალით დაასრულა. ის რომ ქართულ დილერებს მსუბუქი მანქანების რეალიზაცია უჭირთ, ადასტურებენ ავტომობილების გაყიდვების პორტალ AutoGZ და ამბობენ, რომ გართულებული გაყიდვების გამო ავტომფლობელებს მოუწიათ მანქანებზე ფასები დაეწიათ, რამაც დეკემბრის თვეში რეალიზაციის მაჩვენებლების შედარებით გაზარდა. როგორც ვებგვერდზე მიუთითებენ, დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში ახალი განცხადებების რიცხვი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველი ავტომობილების ნაწილი უკვე გაიყიდა. საბოლოო ჯამში ავტობაზრის ექსპერტები იმედოვნებენ, რომ 2025 წელი უკეთესი იქნება, თუმცა აქვე ამბობენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო პროგნოზების გაკეთება ამ ეტაპზე რთულია. 2024 წლის მიწურულს განცხადებების რაოდენობა საკმაოდ იყო მომატებული. წლევანდელ წელზე კი იმის თქმა შემიძლია, რომ წინა წლის განცხადებები ნაკლებად ნახდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გაყიდულია ის ავტომობილები და შესაბამისად უფრო ახალი ემატება საიტზე. დღევანდელი დღის მონაცემებით მომხმარებლებს, რომლებიც ჩვენთან ანთავსებენ განცხადებებს, მაინც უწევთ ფასის დაკორექტირება, დაწევა დაბლა, ვინაიდან ბაზარზე მაინც უჭირთ ავტომობილების გაყიდვა. უფრო მეტად ალბათ 4000-დან 6000 დოლარამდე ფასები მერყეობს საიტზე და ეს ავტომობილები უფრო ხშირად იყიდება. რაც შეეხება პროფიციტს ბაზარზე, მინდა გითხრათ, რომ თუ დავაკვირდებთ ახლა შორს აგვიყვანს ციფრების განხილვა, მაგრამ მოკლედ რო გავაანალიზოთ, მოთხოვნა იმპორტზე კი შემცირდა, უბრალოდ იმპორტი კი შემცირდა 2024 წლის განმავლობაში, მაგრამ რეექსპორტი არ გაიზარდა იმდენით, რომ ამ შემთხვევაში ეს დამატებითი ავტომობილები, რაც ბაზარზე არსებობდა, ბოლომდე რო გაწყვეტილიყო და გაყიდულიყო ბაზარს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ 25 წელს შევხვდით ისევ პროფიციტით, ანუ ჭარბია ისევ მიწოდება, დარჩა გაუყიდავი ეს ავტომობილები. ბუნებრივია ეს თავის ასახვას პოვებს როგორც მყიდველის, ისე გამყიდველის ქცევაზე და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ფასებზე აისახება. აქვე ექსპორტ-იმპორტის ოფიციალურ სტატისტიკურ მაჩვენებლებსაც გადავხედოთ. საქართველოდან ავტომობილების ექსპორტში ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება. გასული წლის 11 თვის მონაცემებით ექსპორტზე 2 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების მანქანები გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება იმპორტს, ამავე საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 3 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების მანქანები შემოვიდა, კლება წინა წელთან შედარებით 0.1%-ია. ძალიან დიდი მადლობა მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში. კონკურენცია და მომხმარებელთა უფლებების დაცვა მარეგულირებელ უწყებაში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიმართვიანობის მაჩვენებელი გაორმაგებულია. თუ 2023 წელს 495 განაცხადი დაფიქსირდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 890-მდე გაიზარდა. სადირღვევა ყველაზე მეტად მომხმარებელთა უფლებები და ასევე რომელ სექტორებში გამოვლინდა კონკურენციის დარღვევის ფაქტები. თემაზე ვცლად საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარესთან ირაკლი ლეფინატესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი
მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. საკმაოდ ვრცელია ის ჩამონათვალი, რომელზეც მე და თქვენ ახლა მინდა რომ ვისაუბროთ. აქ პუნქტებად არის ერთგვარი პრეზენტაციის სახით. ის ანგარიში, რომელიც თქვენ მოამზადეთ 2023-2024 წლებთან თქვენს მიერ განხორციელებულ სამუშაოებთან მიმართებაში. თუმცა ვიდრე ამ ყველაფერზე დავიწყებთ საუბარს, ძალიან მინდა გთხოვოთ შეფასება პირდაპირ მანდატი არ გეკუთვნით ან არ გაქვთ ამ მიმართულებით ასე განცხადებების კეთების, თუმცა რადგან მაინც ქვეყანაში საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს და არ ვართ ჩვეულებრივ რეჟიმში, მინდა გთხოვოთ შეფასება დღეს არსებული ვითარება, გაქვთ ყოველდღიური შემხელობა ბიზნეს სექტორთან, რეალურად რა ტიპის გავლენას ახდენს ის, რაც დღეს საქართველოში ხდება ბიზნესზე, ბიზნესს აქვს წუხილები, არა აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური შეფასება აქვს და მოსაზრება ბუნებრივია, აქ თავარი არის რომ ბიზნესში სჭირდება სტაბილურობა. და აი ამ სტაბილურობის მიღწევის სხვადასხვა გზები შეიძლება ესახებოდეთ, თუმცა ყველათ ახდება რომ მათ სჭირდებათ სტაბილურობა. აი ამ პროცესების გავლენა ეკონომიკას და ბიზნესზე როგორია? დიდი მადლობა მაია. კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს მე გიოცავთ ახალ წელს და რა თქმა უნდა ყველას უსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას. კი ბატონო, თუ ჩვენ ორი მხრივ შეიძლება შევხედოთ ახლა დღეს არსებულ ვითარებას. პირველი 2024 წელი უკვე დასრულდა და შევხედოთ ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებს ქვეყანაში, იგივე ეკონომიკურ ზრდის მაჩვენებელს, ინფლაციის მაჩვენებელს, ლარის კურსის სტაბილურობას, ბევრი ბიზნეს სექტორის დინამიურ პროცესს, რაც ჩვენი უწყების გადასახედიდანაც ძალიან კარგად ჩანს, იგივე თუნდაც ძალიან ბევრი ბიზნეს კომპანიების კონცენტრაციებზე მას შემიძლია მოგვიანებით ვისაუბრო, რომ ეს დინამიური განვითარების მაჩვენებელია. ამ ხრივ საქართველოს ეკონომიკა აჩვენებს ძალიან სტაბილურ მაკროეკონომიკურ განვითარებას და იგივე თუნდაც ავიღოთ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები, ბოლოს მსოფლიო ბანკის პროგნოზშიც, რეგიონში 2024 წელს გაზარდა პროგნოზი. კი, რეგიონში და არა მარტო რეგიონშიც, ახლა შესაძარისობის თვალსაზრისით ჩვენაირი ტიპის ქვეყნებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს საკმაოდ პოზიტიური ზრდის მაჩვენებელი. ნახოთ ექსპორტის, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები და ამ კუთხით მთლიანობაში 2024 წელი საკმაოდ პოზიტიურად დაიხურა. მეორე ნაწილი, რაც მნიშვნელოვანია და თქვენც ახსენეთ, ეს არის ბოლოდინები ერთგვარი და ბიზნესის განწყობები. ბუნებრივია, როდესაც ქვეყანაში ხდება აი ესეთ პროცესები და გარკვეული ძვრები, რაც ჩვენ დეკემბრის თვიდან გვაქვს, ეს გარკვეულ მომხმარებლებში, გარკვეულ ბიზნესებში, ინვესტორებში აჩენს ერთგვარად მოლოდინის განცდას, ანუ ხდება შეიძლება მოხდეს რიგი პროექტების დაპაუზება ან რაღაც სამომავლოდ რეალურად გადატანა. მეორე მხარეა ახლა ეს პოლიტიკური პროცესი, რომელიც მთლიანობაში ქვეყნის გარედან ერთგვარი პრესინგი არის ჩვენ ქვეყანაზე, საკმაოდ მწვავე წნეხია, საგარეო განცხადებების სახით ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ეს ახლა მე რო პოლიტიკურ დისკუსიაში არ შევიდე, მოსახლეობას ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს ამასთან დაკავშირებით, თუ რას უკავშირდება მთლიანობაში ეს. რა თქმა უნდა, ეს ქმნის გარკვეულ გაურკვევლობებს მთლიანობაში. ამიტომ და შიდა პრესინგი და ბულინგი, რომელიც გარკვეული აი რადიკალური ჯგუფების მხრიდან ისევე როგორც ძალიან ბევრ მიმართულებაზე შეხედულების ბიზნესზე ხდება, აი ძალიან თუ ბიზნესი არ აფიქსირებს რაიმე პოზიციას, ან თავის საქმეს აკეთებს, ან აქვს განსხვავებული პოზიცია ვიღაცისგან, აი ბოლოს იყო პრესინგი, ეხლა უკვე გადავიდნენ, მე არ ვიცი, აი შეიძლება აი ვინმე დაახჩონ, შეიძლება დაახჩონ ვიღაცა ლიდერი სალომე სამადაშვილი, რომელსაც დაწერა რომ ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ კომპანიები, ვინც არ გაიფიცა. უამრავი განცხადება შემიძლია მოგიტანოთ, რომელიც აი არ იმსახურებს ელემენტარულად ბიზნესი ესეთი ტიპის დამოკიდებულებას. ბიზნესი დღეს არის თავისუფალი, ბიზნესს აბსოლუტურად აქვს სრულად გამოხატვის თავისუფლება და თქვენს საჯაროთაც გინახავს და უამრავი შეიძლება შიდა განხილვა ყოფილა ბიზნესის და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, როდესაც ძალიან ბევრ კრიტიკულ საკითხებზე აქტიურად მიდის საუბარი. იგივე თუნდაც გამოხატვის თავისუფლების კუთხით ახლა ამ დეტალებში შემიძლია შევიდეთ. ყველა ბიზნეს პატივცემ აბსოლუტურად, ყველა ბიზნეს პატივცემ, ყველა ბიზნეს მხარს უჭერ, ვისაც რა პოზიცია აქვს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მე ერთხელ ვთქვი და კიდე შემიძლია ვთქვა, რომ ნუ გამოვაყენებინებთ რიგი ბიზნესები თავს რიგ პოლიტიკოსებს, რომელსაც აქვთ კონკრეტული ინტერესები და მათი გამოხატვის თავისუფლება შეიძლება აქციონ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგად და ეს ძალიან კარგად ჩანს ბოლო პერიოდში, როდესაც რაღაც ყოფილი ბიზნესმენების და დღევანდელი პოლიტიკოსების მათი გარემოცვის კომპანიები რაღაცა თითქოს ამინც ქმნიან, მე რეხიას იქცევათ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად და თავისუფლად და საუბრობენ მთლიანად ბიზნესის სახელით, როდესაც შეიძლება ნულთელი
რაღაც პროცენტია მთლიანად საქართველოში მოქმედი აქტიური ბიზნესების ისრაოდენობა, რომელიც რაღაც პოზიციას შეიძლება ესე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და ეს ერთი და მეორე შევადაროთ ახლა მოცულობები მთლიანობაში ბიზნესის, რომელიც თავის საქმეს აკეთებს, სტაბილურობა უნდა, მშვიდობა უნდა, ევროპული მომავალი უნდა, ყველას ეს გვინდა, ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ რა, ყველას აქვს ამ ქვეყანაში გამოხატვის სრული თავისუფლება, პოზიცია, რაც უნდა ის თქვას, როგორც უნდა და ესე შემდეგ, ყველას უნდა ევროპული მომავალი, ყველას უნდა მშვიდობა, სტაბილურობა და რა ვიცი, მე მგონი დააფასოს ყველამ აი ესეთი ტიპის მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან. ალბათ ჩვენც და ხელისუფლებამაც კიდე იყო შეხვედრები, კიდე მეტი შეიძლება გაკეთდეს ეგეთი შეხვედრები, რომ ის რიგი გაურკვევლობები, რაც შეიძლება საგარეო პოლიტიკურ ვექტორებში, ზოგ შეიძლება ხედავს დიდ სურათს, ზოგ შეიძლება ვერ ხედავს დიდ სურათს, აი ეს დიდ სურათი კიდე უფრო კარგად მივიტანოთ ყველა ბიზნესამდე. მაგალითად, ეთერში ოთხშაბათს იმყოფებოდა Free Business პლატფორმის ხელმძღვანელი და მან თქვა, რომ მან რეალურად ისაუბრა იმ ნაწილზე, რა შეიძლება გველოდებოდეს თუნდაც საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, როდესაც საერთაშორისო დაუშვათ პარტნიორებს ხდან არის ამხელა ზეწოლა ქვეყნის ხელისუფლებას და აი ამ პროცესების გათვალისწინებით რეალურად რა მდგომარეობა შეიძლება აღმოჩნდეთ და ბუნებრივია რომ ალბათ ამ მიმართულებით ბიზნესს აქვს კითხვები. ეს წუხილები მე მესმის აბსოლუტურად ჩვენც უამრავ ბიზნესს ხვდებით ყოველდღიურად ჩვენ საკითხებთან მიმართებაში და კიდევ ერთხელ ვამბობ ახლა ყველამ უნდა გავიგოთ რომ ძალიან რთული პროცესი მიმდინარეობს ზოგადად სოფლიოში ჩვენს გარშემო არის რამდენიმე ისეთი გლობალური კონფლიქტი და კიდევ ერთხელ ვამბობ ამ დიდ სურათის დასანახად ალბათ შეიძლება მეტი შეხვედრა კიდევ უფრო მეტად გაკეთდეს ვისაც ეს კითხვები აქვს და ამის მზაობა მე მგონი იგივე საქართველოს პრემიერ-მინისტრიდან არაერთხელ იქნა გამოთქმული ვიცი ყოველდღიურად რა რეჟიმში მუშაობს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და ყოველდღიური კომუნიკაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან და ვისაც აქვს ეს კითხვები მე ვფიქრობ რომ ძალიან მარტივია ხელმისაწვდომობა დღეს ნებისმიერ საჯარო უწყებაზე. მათ შორის ჩვენთან ნებისმიერ პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული ყველა ეკონომიკურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელ უწყებაზე და ეს ცდომა არსებობს, ეს ხელმისაწვდომობა არსებობს და ყველა შეუძლია თავშად ამ წუხილებზე თუ გაურკვევლობებზე რიგ პასუხები მიიღონ. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ კონკურენციის სააგენტოს და მის საქმიანობის ანგარიშს, როგორი იყო 2024 წელი, ანუ რა ძირითად მიმართულებებს გამოარჩევდა მისი ხელმძღვანელი რეალურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონკურენციის სააგენტო ბოლო წლებში ჩამოყალიბდა იმ სტრუქტურად ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის, რომელიც მაგალითად ფარმაცევტული ბაზარი იქნება თუ სხვა ამ ტიპის ბაზრები, სადაც შესაძლოა მეტად სენსიტიური თემები არსებობს, მათ შორის ფასების რეგულირების ნაწილში, ფასების მაღალ ფასებთან მიმართებაში, მოგების მაღალ მარჟებთან დაკავშირებით, ძალიან კარგი ინფორმაციის წყაროდ იქცა და ბუნებრივია, რომ მე უკვე ის რეკომენდაციები, რომლის აღსრულებასაც უკვე მთავრობა მიმუშავა, მათ შორის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის კუთხით, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა როგორი იყო 2024 წელი ამ გადმოსახედიდან? 2024 წელს შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი მიმართულება ჩვენს საქმიანობაში, ჩვენ დეტალური ანგარიში გამოვაქვეყნეთ ბოლო რამდენიმე დღეა და ალბათ კიდე საზოგადოებას უფრო წარუდგენთ საბოლოო სრულყოფილი ანგარიშის სახით. პირველი ავღოთ კონკურენციის მიმართულება, კონკურენციაში გამორჩეული იყო ბიზნესის კონცენტრაციების მიმართულება, ეს არის ბიზნესების გაერთიანებები, სხვადასხვა ბიზნეს კომპანიების, ჩვენ გასულ წელს 18 კონცენტრაცია დავადასტურეთ, ეს არის აი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წინა წლების მთელ დინამიკას თუ შევხედავთ, ეს ნიშნავს, რომ დინამიურად მიდის რიგი მიმართულებებით სექტორების განვითარება, ხდება გამსხვილებები, ხდება ახალი ინვესტორების შემოსვლა ამ მიმართულებით და ისინი ყიდულობენ სხვადასხვა ადგილობრივ კომპანიებს და ეს ადასტურებს ინტერესს ადგილობრივი ბაზრის მიმართ. ყველას გამორჩეული სექტორი ამ კონცენტრაციებში იყო FMCG მიმართულება, სადაც ჩვენ რა თქვენც იცით რამდენიმე ესეთი მსხვილი გაერთიანების შესახებ. მეორე იყო ასევე საკმაოდ საინტერესო მიმართულება, ეს არის წარმოება და განსაკუთრებით ლუდის წარმოებას გამოვარჩევდი. აქ იყო ორი მსხვილი ინვესტიცია, რომელზეც ჩვენ თანხმობა გავეცით მთლიანობაში. გამორჩეულია სამშენებლო და სამშენებლო მასალების მიმართულება, განათლება, ჰოსპიტალური სექტორი, ეს ის სექტორებია, სადაც ეს დინამიური განვითარება და ჩვენს მიერ კონცენტრაციების დადასტურება იქნა გამორჩეული. ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან კარგი მონიტორინგის სისტემა ამ მიმართულებით, თუ ჩვენ შეუტყობინებლად ხორციელდება კონცენტრაციები საჯარო რეესტრთან ყოველ კვარტალურად ვცვლით ინფორმაცია საქართველოში რეგისტრირებული კონცენტრაციების შესახებ 58000-მდე კონცენტრაცია გადავამოწმეთ 2024 წელს და დაახლოებით ამ 18-დან
9 იყო ისეთი კონცენტრაცია, რომელიც ჩვენს გარეშე განხორციელდა, დაახლოებით 260,000 ლარამდე ჯარიმა დავარიცხეთ ამ კომპანიებს. გასაგები რომ იყოს ცალკეული კომპანიების, როდესაც ახდენეს გაერთიანებას, შერწყმას და დაუშვათ ისი აგრძელებს საქმიანობას, ამაზეა საუბარი. კი, და ისინი მათ სავალდებულოდ ეკუთვნის, იმიტომ რომ ბრუნვებში და სხვადასხვა მაჩვენებლებით ევალდებულებათ, რომ ჩვენთან შეატახონ. მეორე მიმართულება მოკვლევების კუთხით ჩვენ დავხურეთ 2 მოკვლევა, ამჟამად მიმდინარეობს 4 მიმართულებით მოკვლევა, სექტორები საკმაოდ მრავალფეროვანია. 2 ბაზრის მონიტორინგი დაიხურა, ეს იყო აგრარული მიმართულებით, ლურჯი მოცვის და თხილის მიმართულებით, სადაც ვთქვით, რომ ექსპორტის ბაზარი მზარდია, დინამიურია, ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და კონკურენცია რეალურად არსებობს. გვაქვს საკმაოდ საინტერესო მონიტორინგები ამ დროისთვის, განსაკუთრებით გამოვარჩევდი საწვავს, საავტომობილო საწვავის მიმართულებას და FMCG მიმართულებას. დღესაც გესმით ალბათ წუხილები, რომ დისტრიბუტორები, რიტეილერები ისევ არის მათ შორის დისკუსია გაზრდილი დანახარჯების შესახებ, ამიტომ ჩვენ ალბათ ჩვენ ამ მონიტორინგით უპასუხებთ თუ რა პროცესია მთლიანობაში ბაზარს. კი ბატონო, ეხლა შეიძლება მოკვლევებს. ავტობაზრის საქმიანობა, ფარმაცევტული ბაზარი, ბათუმში თევზით ვაჭრობის საქმე, ელექტრონული კომერციის ბაზრების საქმე, საკმაოდ დიდია ჩამონათვალი. კი, ეს სფეროებია, სადაც სხვადასხვა ეკონომიკურმა აგენტებმა ჩვენ მოგმართეს და მოითხოვეს გარკვევა, მათ მიმართ მოხდება თუ არა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა და ალბათ მიმდინარე წელს 2025-ში ამ მოკვლევებიდან ძირითადი ნაწილი დაიხურება. რაც შეეხება დასრულებულ მოკვლევებს, ერთი შეეხებოდა ელექტრონული პლატფორმებით ვაჭრობის მიმართულებას, სადაც ჩვენ დარღვევა არ დავაგვიფიქსირებია, მაგრამ სავალდებულოდ განსახილველი 2 რეკომენდაცია გავეცით და საკვები პროდუქტის ერთ-ერთი მიმართულებით ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დავადასტურეთ და აქ რა თქმა უნდა დაეკისრა დამღრულ კომპანიას ჯარიმა. საკმაოდ დიდი ჯარიმები იყო მაგალითად დაკისრებული ფარმაცევტულ ბიზნესზე, საწვავის სექტორში. დღეს რა ეტაპზეა ეს ტენდენციები? ანუ რეალურად გადაიხადეს თუ მიდის სასამართლო? ეს არის 2023 წლის სტატისტიკა, როდესაც ჯამში 2023 წელს ჩვენს მიერ დაახლოებით 56 მილიონი ლარის მოცულობის ჯარიმა იქნა დარიცხული, ეს იყო ძირითადად საწვავის და ფარმაციის მიმართულება, ჯერჯერობით აღნიშნული საკითხები გასაჩივრებულია და სასამართლო პროცესები ველოდებით ამ მიმართულებით. რაც შეეხება ფარმაციის მიმართულებას, აქ ჩვენ ერთ-ერთი მიმდინარე მოკვლევა ეხლაც აგვაქვს და ალბათ მიმდინარე წელი არის ის ბოლოვა და როდესაც დავასრულებ ამ კუთხით. რას უკავშირდება მიმდინარე მოკვლევა? ეს არის დაახლოებით 8 კომპანია, 14 მედიკამენტის მიმართულება, სადაც ეს კომპანიები არიან დომინანტი კომპანიები და ხარჯი, ანუ დარიცხული ფასნამატები აღნიშნულ მედიკამენტებზე არის 300% და ზემოთ, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგიერთ ამ მედიკამენტზე, ამ 14 მედიკამენტიდან უკვე მოქმედებს რეფერენტული ფასი და ეგ საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, თუმცა ჩვენს მიერ მიმდინარე მოკვლევა ეხება უკვე წარსულში არსებულ ამ მდგომარეობის შესაძლებლობად გამოყენებას და ბუნებრივია თუ ეს ჩვენს მიერ იქნება დადასტურებული იმ კომპანიებს, ვინც დამრღვევები იქნებიან და ეკისრებათ შესაბამისი ჯარიმა. და როდესაც გვეცოდინება ამ ნაწილში პასუხი, იმიტომ რომ როდესაც საქმე მედიკამენტების ფასის მით უმეტეს 300%-იან ნამატს ეხება, აქ ძალიან კრიტიკული უნდა იყოს საზოგადოება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის უკვე წარსული პერიოდის შეფასება, დღეს ეს საკითხი გარკვეულწილად მოხსნილია, იმიტომ რომ რეფერენტული ფასი მოქმედებს დაახლოებით 7000-ზე მეტ მედიკამენტზე და ის მაღალი ეს არ ცვლის იმ პასუხისმგებლობას, რაც მათ წარსულში აქვთ განხორციელებული. ამიტომ დაახლოებით წლის პირველ ნახევარში ვფიქრობთ, რომ ამ მოკვლევის შედეგი იქნება წარმოდგენილი, რაც შეეხება თვითონ ზოგადად ფარმაციის ბაზარზე არსებულ ვითარებას, ჩვენ ალბათ მიმდინარე წელს თავიდან დავიწყებთ იმ ზეგავლენის შეფასებას, თუ ჩვენს მიერ გამოცემულმა რეკომენდაციამ, რომელიც შემდეგ მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ აქტიურად დაანერგეს და რომელმაც მოიტანა შედეგები, ხელშესახები, იგივე თუნდაც რიგ მედიკამენტებზე 45-დან 70%-მდე, კი თუნდაც ის, რომ დანაზოგები მედიკამენტების შესყიდვაზე მოქალაქეებს შეუმცირდათ, მთლიანად შევაფასებთ ამ პროცესს რეფორმების განხორციელებამ, რა შედეგები დადო მთლიანად პაციენტებისთვის და მოქალაქეებისთვის. ასევე გეტყვით იმას, რომ ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უკვე იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ჩვენ გავეცით
2023 წლის თემაა ესეც, სადაზღვევო ბაზარი შევაფასეთ, განსაკუთრებით საფინანსო დაწესებულებებში, გულისხმობ საბანკო პროდუქტების დაზღვევის მიმართულებით, 6 რეკომენდაცია გვაქვს გამოცემული და იგივე დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან და ეროვნულ ბანკთან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით რეკომენდაციების დანერგვაზე, რომ შემდგომ ეს აისახოს უფრო კონკურენტულ გარემოს. კი ბატონო, როგორ მომხმარებლები დაგვჭირთ უგნებავთ? ხო, მომხმარებლების ნაწილი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე აქტიურია და ამაზე მეუთითებს გაზრდილი რაოდენობაც მომხმარებლებს. მე შემხვედრია განსაკუთრებით ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით ადამიანები და დარწმუნებული ვარ ეს ადამიანების რიცხვი ძალიან ბევრია, თუმცა მე მქონდა რამდენიმესთან ურთიერთობა, როდესაც საგანგებოდ თხოვეს რომ როგორ უნდა მივმართოთ კონკურენცია აგენტოს, იმიტომ რომ თuliდნენ რომ დაუშვათ მათი უფლებები დაირღვა. ამ ტიპის კანონმდებლობაში შეტანმაცვლებებმა რა შედეგი მივიღეთ საბოლოოდ და შემძელი თუ არა ის რომ ქართველი მომხმარებლის უფლებები ამ ნაწილში დაგვეცვა ისე როგორც დაუშვათ ევროპელი მომხმარებლის უფლებების დაცვა ხდება, რადგან ეს იყო საერთაშორისოდ აღებული ვალდებულება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე. თქვენც იცით რომ საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვა დელეგირებულია და ის დაახლოებით 6 წლებას შორის არის განაწილებული. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს, კომუნიკაციებს, სემექს და თქვენ შორის. კი და სურსათის უნებლობა ძირითადად პროდუქტის უსაფრთხოებაზე მუშაობს. ყველაზე ახალგაზრდა ნაწილში ვართ ჩვენ, რაც მათ ეხებათ, ისინი თავის ნაწილში ახორციელებენ ამ უფლებების დაცვას, ყველა დანარჩენი შემოდის ჩვენთან. მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი მომხმარებელი ჩვენს ირგვლივ კარგად ხედავს დღეს იმ შედეგებს, თუ როგორი პასუხისგებლიანები გახდნენ და იყვნენ ძალიან ბევრი მსხვილი კომპანია მიმართულებით, თუმცა იგივე მცირე, საშუალო და განსაკუთრებით ონლაინში მომუშავე კომპანიები, ინფორმაცია ბევრად უფრო მეტია დღეს ნივთის შესყიდვის დროს, თუ რა უფლებები აქვს მომხმარებელს იმასთან დაკავშირებით, თუ არა და ბევრმა იცის უკვე და ალბათ კიდევ უფრო მეტი გაიგებს, რომ არსებობს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, სადაც კონტაქტი ძალიან მარტივია, პირველი ცხელი ხაზი ეს 15-20, სადაც ჩვენი დეპარტამენტის თანამშრომლები დეტალურად აუხსნიან თუ როგორ უნდა შეავსონ განაცხადი იმისთვის, რომ ჩვენ საქმის წარმოება დავიწყოთ. ხშირია შემთხვევები, როდესაც საქმის წარმოების დაწყებამდეც კი გვარდება პრობლემა და ოფიციალურად, ესე იგი იურიდიულად საქმე წარმოებაში არ შედის. თუ სტატისტიკას შევხედავთ და ამ ოფიციალურ საქმის წარმოების ნაწილს გამოვიყენებთ სტატისტიკის მიმართულებით, თუ 2023-ში იყო დაახლოებით 500-მდე განაცხადი და მიმდინარე წელს 900-ზე მეტი განაცხადი გვაქვს მიღებული, რომელიც ჩვენს მიერ იქნა განხილული და რიგი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული 90%-ზე მეტ შემთხვევაში გადაწყვეტილებები მიღებულია მომხმარებლების სასარგებლოდ. ეს ნიშნავს, რომ ძირითადად მოხდა შეთანხმება მოვაჭრესთან. ბიზნესი ხდება საკუთარ დაუშვათ, თუნდაც ის ონლაინ მაღაზიები ხდებიან, რომ დაუშვათ აქ ძარღვევები, თუ რეალურად ერთგვარად მუშაობს შიშის ფაქტორი, რომ კონკურენცია აგენტო გამოწმებს და ამ მიმართულებით უკვე გადაწყვეტილება მე ვფიქრობ, ეს კანონი იმდენად დაბალანსებულია, რომ თვითონ ბიზნესი არის ძალიან კონსტრუქციული და ჩვენ ძალიან კარგად თანამშრომლობთ. რა თქმა უნდა და არის ძალიან დიდი ინტერესი თუნდაც ჩვენს მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. სწორად იმისთვის, რომ მომხმარებლის უფლება მათი მხრიდან, კმაყოფილი მომხმარებელი პირველ რიგში ბიზნესის ინტერესია. მხოლოდ აი 10%-მდე შემთხვევები გვაქვს, როდესაც ვაფიქსირებთ დარღვევას და აი საბოლოოდ მივდივართ ჯარიმებამდე, გასულ წელს მაგალითად 60,000-მდე ლარამდე ჯარიმა იქნა დაწერილი, თუ გავითვალისწინებთ სიმძიმეს ჯარიმის მოცულობის, რომელიც ბრუნვის 2%-მდე, ეს არის მე ვფიქრობ ძალიან მცირე მოცულობის ჯარიმა და ეს ნიშნავს, რომ თანამშრომლობა საქმის წარმოების პროცესში არის საკმაოდ მაღალ სტანდარტზე, ისე რომ მომხმარებლის სასარგებლოდ ხდება ძირითადად მთავარი გადაწყვეტილებები. ერთ-ერთი ჩვენი ბოლო გადაწყვეტილება იყო ქართულ ენაზე, აი delivery services მიწოდებასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ ერთ-ერთ ესეთ მიმწოდებელ კომპანიას დავავალდებულეთ, რომ დაცული იქნას მომხმარებლის ინტერესი, როდესაც ზოგჯერ ვერც ქართულად და ვერც ინგლისურადაც მომტანი ვერ საუბრობს და ელემენტარულად ვერ უხსნი, სად მოვიდეს და სად მოგიტანოს ის პროდუქტი, რომელიც გჭირდება. ეს მე მგონი კომპანიის იმიჯზეც მაინდა-მაინც კარგად არ აისახება, ამიტომ ჩვენ ძალიან ისეთ კონსტრუქციულ რეჟიმში კომპრომისულად შევთანხმდით, რომ ეს საკითხი უნდა ამოიწუროს და გადაწყდეს მომხმარებლის სასარგებლოდ და ეს ესეც იქნება. და ასევე განსაკუთრებით აქტიური იყო ვადა თუ დაუწესეთ, იმიტომ რომ ორთვიანი ვადაა დაახლოებით და მუშაობთ ახლა როგორი სწორი ფორმით იქნას ეს ყველაფერი ასახული პრაქტიკაში. ძალიან აქტიური იყო მენიუების თემა 2024-ში, როდესაც ხარჯი არ იყო წარმოდგენილი და განცალკევებულად იყო და მომხმარებელი ხშირად იბნეოდა, მაგალითად პროდუქტის ფასი,
ამას ემატება DGG, ემატება საკომისიო ან კიდე სხვა ხარჯი და ჩვენი კანონმდებლობა პირდაპირ ამბობს და ჩვენც ესე ვალდებულებთ კომპანიებს, რომ მათ უნდა ასახონ საბოლოო ფასი მათ მიერ შემოსავსებულ მენიუებში. ბევრგან გასწორდა, ბევრგან შეიძლება კიდე სამუშაოა, თუმცა ველოდებით მომხმარებლების აქტიურობას ამემართულებით და რაც მეტად იაქტიურობს მომხმარებელი, მით უფრო ისეთი გარემოს ხელშემწყობი გადაწყვეტილებები გვექნება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ამ თემებზე საუბარს მთელი წლის განმავლობაში ბუნებრივი აქტიურად გავაგრძელებთ და კვლავაც გელოდებით ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში, ველოდებით იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იქნება მიღებული მოკვლევებთან დაკავშირებით, ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებით საინტერესო. ირაკლი ექვინაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი, მე და თქვენ ერთმანეთს პროექტის პარალელში უკვე ორ შაბათს შევხვდებით. მშვიდობიანი შაბათი კვირა ნახვამდის.